პროკურატურის მიერ წინას ხდომაზე დადებულ პირობას, რომ გონივრულ ვადაში გვექნებოდა მოწმეთა სია, ეს პირობა დაირღვა, რასაც მოყვა ვანო მერაბიშვილის პროტესტი და ის არ დაესწრო დღევანდელ ხდომას და სწორედ ამ მოტივით, რომ ბრალდებული არ ესწრებოდა, მოსამართლემ ხდომა გადადო ორშაბათისთვის 21 ოქტომბრისთვის და იმედია პროკურატურა გააგრძელებს იმ პრაქტიკას, რომ ჩვენ დრო გვექნება მოვემზადოთ ყოველი ხდომისთვის. ბრალდების ხარე სამწუხაროდ არის პოლიტიკური წნეხის ქვეშ. მათ ხელოვნურად სურთ, რომ გააჭიანურონ პროცესი. უპრეცედენტო რამე ხდება, რომ 4000-მდე მოწმე არის მტკიცებულება ცნობილი მათი ჩვენება, ასე ვთქვათ, სასამართლოს მიერ და ამ 4000 მოწმიდან არ ამხელენ ფაქტიურად არეუბნებიან გონივრულ ვადაში დაცვის ხარეს, რომელი მოწმის მოყვანას და დაკითხვას აპირებენ. თუკი ჩვენ გვეცოდინება წინასწარ ის რიგითობა, ვის დაკითხვას აპირებენ, ბუნებრივია ჩვენ პირიქით ჩვენს ინტერესშია, რაც შეიძლება ჩქარად დამთავრდეს. ხო ეს პროცესები არანაირად არ შევეცდებით არანაირ გაჭიანურებას, მაგრამ თუკი იქნება იგივე შემთხვევა, როდესაც ჩვენ აღმოჩნდებით იმ შემთხვევაში, რომ 3979 მოწმედან არ გვეცოდინება, ვის დაკითხვას აპირებს ბრალდება. ამ შემთხვევაში ბუნებრივია გვექნება შუამდგომლობები გადადებასთან დაკავშირებით. ასეთი მოთხოვნის დაყენების უფლება საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე დაცვის ხარეს არ ქონდა. დღევანდელი სასამართლოს ხდომა სასამართლომ გადადო მხოლოდ იმ მოტივით, რომ არ გამოცხადდა ბრალდებული ივანე მერაბიშვილი და დაცვის ხარე დაავალდებულა, უფრო მყარი არგუმენტები წარმოადგენს შემდგომ სასამართლოს ხდომაზე პროცესის გაგრძელების ან გადადებასთან დაკავშირებით თუ კვლავ არ გამოცხადდება ბრალდებული ივანე მერაბიშვილი. იცოდე ყველაფერი ექსკლუზიურად.